მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კასთან. დღეს ჩვენი სტუმარია ნანა ალექსანდრიას რძალი, თამარა ჩერგულეიშვილი. როგორ ახართ? კარგად, ცოტა დასტრესილი. რატო? შენ გპატიობ იმას, რომ ნანა ალექსანდრიას ძალი მიწოდე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ. და ვიცი რომ ხუმრობ. და დასტრესილი რატო ვარ და დღე ურშაბათს, ანუ უკვე დღეს ეთერში შევდივართ განახლებული პროგრამით და ნერვიულობ ძალიან. ბევრი მეტსახელი შეგარქვა ხალხმა, შაპოკლაკს გეძახდნენ. მეძახი გიგაიხაც მიწოდა პერიოდულად. მანგუსტით შეგარქვა, რომელი მოგწონს შენ, რომელი მეტსახელი? არც ერთი არ მაღიზიანებს. ბავშვობაში რას გეძახდნენ? ჩერგოს. ჩერგოს. რა გინდოდა რომ გამოსულიყო? და ბოდიში წეროს კიდე, იმიტომ რომ წეროს. სკოლაში რომ ვიჯექი, ცალიფეხი მქონდა სულ ამოდებული, ანუ ცალიფეხი მქონდა მარტო მედგა იატაკზე და ამის გამო მეძახდნენ წეროს. და რა გინდოდა რომ გამოსულიყავი? პატარა რო იყავი? პატარა რო ვიყავი, კარატისტი ან ავტომბრბოლელი, ლედი კარატე ვნახე და მაგის შემდეგ აი დიდი ვირი ვიყავი, ჯერ კიდე რომ მაგაზე ვფიქრობდი რომ რაღაცა, მაგრამ რეალიზების შესაძლებლობა არ მქონდა, არ მომეცა რატომღაც. შენ პირველ შეყვარებულს რა ერქვა? პირველი ქმარი იყო ჩემი პირველი შეყვარებული. მანამდე არავინ არ კი, ბაღში მყავდა შეყვარებული, ანუ 3-4 წლის ასაკში, ეს იყო ვიქტორ პულოვი. რომელთან ერთადაც ფოტოებიც მაქვს გადაღებული, Facebook-საც დავდა, ძალიან სასაცილო ფოტოებია და მე თვითონ ძალიან სქელი ვიყავი მე ბავშვობაში და ეს რაღაცა ის ლამაზი კარგი ბავშვია, კარგი ბიჭი და მე ვარ რაღაცა TV-ს ზვინი. მის გვერდზე. ვიქტორსაც უყვარდი? მე მგონი, ესე არ მახსოვს, მე ძალიან ჩარჩენილი მყავდა მე, მყავს რა, ესე რომ მახსოვს, რომ ეს თემა იყო და სახლშიც ხუმრობდნენ ვიქტორზე და ასე შემდეგ, რომ ეს ვიქტორი მყავს შეყვარებული და მას მე ესე პირველი შეყვარებული ჩემი პირველი ქმარი იყო. რომელი ორი დაექსტაზებული ქართველი პოლიტიკოსის ცეკვას ნახავდი? სიამოვნებით. დაექსტაზებული ხალხის ცეკვის ყურება დიდად არ მიყვარს მართალი. ხო და რომელს მოუხდებოდა? რომელს მოუხდებოდა? ტკ. თინა ხიდაშელი და დათოუსფაშვილი. შენი აზრით არის თუ არა ამომრჩევლისთვის დღევანდელი მდგომარეობა ჩიხი, როცა არც ხელისუფლება მოწონს და არც ოპოზიცია? არა, რა უნდა შეიცვალოს? ბუნებრივი მდგომარეობაა. ეხლა რაც ნიჰილიზმის მდგომარეობაში იმყოფება, სასურველია რომ ეს არ გაღრმავდეს და ადრე თუ გვიან ადამიანური რესურსი მე ვფიქრობ შობს. თქვათ საზოგადოებაში რაღაცა გარკვეულ ნდობას. საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით თქვათ ის მოგონებები რის გამოც თქვათ წინა ხელისუფლებას უარი უთხრეს, ძალიან ცოცხალია, ძალიან ესე ფრეშ, როგორც იტყვიან და ჯერჯერობით აი ეს უნდობლობა რომ თქვათ იგივე პრობლემებს არ შექმნიან თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ეს ჯერჯერობით ეს უნდობლობა ვერ მასაკნეს, ვერ გაქარწყლეს. და მეორე მხრივ, ნუ ხელისუფლებით იმედგაცრუება, მე მგონი კატასტროფულად მატულობს. იმაზე უფრო სწრაფად მართალი გითხრა, ვიდრე მე მეგონა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, 2020 წელს ნებისმიერ რეგიონში მოიგებ არჩევნებს. ეს ახლა სურვილია, კი, მე ესე მჯერა და თუ თქვათ პოლიტიკაში წასვლას. აი, აქაც ისეთივე ტრივიალური პასუხი უნდა გაქცე, როგორც თქვათ Forbes-ის ჟურნალისტს გავეცი, არ გამოვრიცხავ. ეხლა რეალურად პოლიტიკაში ვარ, ჩვენს პოლიტიკაში ხარ, მეც პოლიტიკაში ვარ, იმიტომ რომ პოლიტიკურად აქტიურები ვართ ჩვენ სფეროში და თქვათ აქ ვართ. ეხლა უბრალოდ პოლიტიკა გახდება თუ არა ჩემი საქმე იმ კუთხით რომ თქვათ პოლიტიკოსი გავხდები თუ არა არ გამოვრიცხავ, არ ვიცი რა იქნება. 2020 წლამდე მინდა რომ ტაბულა იყოს ჩემი საქმე, ესე მაქვს დაგეგმილი და 2020 წელს არ ვიცი. ზოგადად მე მგონია რომ თუ მოვინდომა, კი მოვიგებ არჩევნებს ნებისმიერ რეგიონში. რომ დრო უნდა მქონდეს და მუშაობის შესაძლებლობა. გიგა სად გაიცანი? გიგა გავიცანი, ესე გაკვირით რამდენჯერმე ნანახი მყავს უნივერსიტეტში, იმიტომ რომ უცნაური გარეგნობა ქონდა და ყურადღება მიიქცია. მაგრამ მე გავიცანი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში მუშაობდი. თვითონ როგორც იხსენებს, თვითონ მანამდე შეხვედრაზე მოვიდა და თვითონ ახსოვს რომ მანამდე ვნახა. ესე მე კარგად არ მაქვს თავში ჩარჩენი. კი, როგორ არა. კი. და მე გავიცანი უკვე კონფერენციაზე გუდაურში.
სადაც ესე კამათის დროს დავაკვირდი და მაშინ მახსოვს რომ ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი ძალიან, იმიტომ რომ მომეწონა როგორც აკეთებდა ამ ყველაფრის handlings და როგორ ფიქრობ, დაიჭერენ გიგას? უნდათ რომ დაიჭირონ, არ ვიცი დაიჭერენ თუ არა, მაგრამ არ მე მზად ვარ იმისთვის, რომ ანუ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ვარ, იმიტომ რომ მირჩევნია მომზადებული შევხვდე ყველაფერს. ჯოჯოხეთის მოწყობაში რას გულისხმობდი? არ ვიცი, რას გულისხმობ, სირთულეების შექმნას ცხადია, ძალადობას არ არც ერთ შემთხვევაში. და ცეცხლის დანთებას და რაღაცა იმის კუპრის მოხარშვას ნამდვილად არ გულისხმობდი სირთულეების შექმნას. როგორ აფასებ შენ წინა ნაციონალური მოძრაობის მთავარ შეცდომებს, ესე ვთქვათ, 7 ნოემბერს, რასაც ყველაზე მეტად უგიჟინებდნენ 26 მაისს და გირგვლიანის მკვლელობას. 7 ნოემბერს არ უნდა დაეშალათ იმ თავიდანვე უკვე დაპატარავებული აქცია, საერთოდ არ უნდა დაეშალათ, მე ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი საფუძველი ჰქონდათ იმის დაშლის, იმიტომ რომ კანონიერი თვალისწინებს თქვათ იქ რაღაც კონსტრუქციების აგებას, ჯობდა რომ მიეშვათ, ამ ტაქტიკამ გაამართლა და როგორც გაიგო 2009 წელს მიუშვეს, ხო? 5 თვე, რაღაც გალიები იდგა მასში, თქვათ იქ რაღაცა ფეკალიებით იყო სავსე რუსთაველი და მიუშვეს ბოლომდე და საბოლოო ჯამში ოპოზიციის დაშლით დამთავრდა, ხო? ეს ყველაფერი და 7 ნოემბერს თავიდანვე დილიდანვე არ უნდა როგორ თქვა არ უნდა დაეშალათ ის ხალხი, ეს არ უნდა მომხდარიყო, ჩემი აზრით უნდა მიეშვათ და მეორე და ოღონდ მე რა ფორმაც მიიღო ამ ყველაფერმა, მე უკვე მე ვამართლებ იმ მოქმედებებს, იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ, ეხლა უკვე ესეთ ფაზაში გადავიდა წინააღმდეგობის გაწევა, პოლიცია არასწორიც რომ იყოს იმ მომენტში, ვთქვათ, იქ ფაქტობრივად რაღაცა ჯანყისკენ მოწოდებები ისმოდა, ხო? იქ რაღაცა იყო, ვთქვათ, იგივე იმედი ჟურნალისტების მხრიდან, რომელიც ჩართული იყო ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის პროცესში, ჟურნალისტებიც ნებით თუ უნებლიეთ, მე არ ვამბობ, რომ ყველას გაცნობიერებული ქონდა, პირიქით, რამდენიმე ჟურნალისტთან მე მქონდა შემდეგ საუბარი, რომელთანაც მეგობრობ და ესენი იყვნენ, გავგნებულები იყვნენ, როდესაც ვთქვათ, ბადრის ჩანაწერები მოისმინეს, კოდუას ჩანაწერები მოისმინეს და ასე შემდეგ. და ნუ რასაკვირველია, იმედში შევარდნა იყო დიდი შეცდომა, მაგას ჯობდა რომ ჯერ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინათ, თუ იმედი ესეთ პრობლემებს ქმნიდა და აშკარად ქმნიდა, იმიტომ რომ თუნდაც აი მანამდე ეს ჩანაწერები ვთქვათ იგივე ეს რო ვთქვათ რაღაცა 9 აპრილის ინსცენირება არსებობს ესეთი მოქალაქე ესეთ მიმოწერა არსებობს თავის დროზე, როდესაც ვთქვათ აი ყვითელი პრესა ამერიკაში ძალას იკრებდა ჰერსტზე ეს თუ სწორად მახსოვს, რომ თქვათ შენ უზრუნველყავი ინფორმაცია და მე უზრუნველყოფ ომს. ანუ ეს ძალიან ადვილია, მედიას ძალიან დიდი ძალა აქვს, შეუძლია ძალიან ბევრი თქვათ უსიამოვნო, როგორც ასიამოვნო, ისე უსიამოვნო პროცესის ინსპირირება, ამიტომ არის პასუხისმგებლობიანი მედია, ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ იმედის მოწოდება, რომ სპეცრაზმი ახლა სამებისკენ დაიძრა, იყო გადამწყვეტი იმ მომენტში და იყო ესახურებოდა სწორედ იმას, რომ საზოგადოება თქვათ გარკვეულწილად საზოგადოება ჩაეთრიათ სახელმწიფო გადატრიალების პროცესში. 26 მაისზე რა სიტყვი? 26 მაისს მოხდა ძალის გადაჭარბება, მაგრამ აშკარად, იმიტომ რომ თქვათ იქ იყო საუბარი იმაზე, რომ გაქცევის შესაძლებლობა არ მისცეს ასე შემდეგ, მაგრამ 26 მაისის შედარება, თქვათ, თუნდაც 7 ნოემბერთან არის აბსურდი, იმიტომ რომ 26 მაისს 5 ჯერ გააფრთხილა ის ხალხი, ჯერ ერთიც რა მოხდა 26 მაისს, ხო 26 მაისს იყო დაგეგმილი, იქ ჩატარებ სამხედრო, კი არა თუ დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვნილი აღლუმი. იქ ადამიანი მივიდეს დადგეს ეს კანონმდებლობა ესეთ რამეს არ ცნობს, რომ შენ იქ მიხვიდე, თქვათ 200 კაცით გადაკეტო ქუჩა და თქვა რომ იცი რა არის, მე აქ მინდა დგომა და ამიტომ აქ აღლუმი ვერ ჩატარდება. ესეთ რამე არის გამორიცხული. იქ იყო გაფრთხილება, იყო კარგად მახსოვს მერის თანამშრომელი მივიდა, გადასცა იქ რაღაცა ინფორმაცია, რომ თუ არ დაიშლებოდნენ მათ ძალით დაშლიდნენ, ძალისმიერი მეთოდით დაშლიდნენ. აი სავსებით ლეგიტიმურია ნებისმიერ სახელმწიფოში მონოპოლიას ძალაზე უნდა ფლობდეს სახელმწიფო და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ის. გასაგებია რომ გადაჭარბებას ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან და უკეთესი იყო რომ ეს არ მომხდარიყო და თქვათ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოძიებულ ყოფილიყო და მე რამდენადაც ვიცი რაღაც შემთხვევები გამოძიებულ იქნა კიდეც, მაგრამ არალეგიტიმური 26 მაისს არაფერი მომხდარა.
გირგვლიანის ამბავზეც მინდა კითხო, ნუ ეხლა რაც მოხდა, გასაგებია რომ საშინელება. პოსტფაქტუმ ხელისუფლების რეაქცია რო ამართლებ თუ არა. უნდა მომხდარიყო თუ არა რაღაც საკადრო, თქო ვინმე უნდა არ უნდა დაებრუნებინათ სამსახურში არც ერთ შემთხვევაში ის ადამიანი რომ ეხლა მინისტრი უნდა რაღაცები ზუსტად თუ არიცი ხო რთულია საუბარი ხო მე არ ვიცი იმ შემთხვევაში მაგიდასთან რა მოხდა ვინ უთხრა ამ ადამიანებს რომ წადით და ვთქვათ ეს ადამიანი აწამეთ თუ ცემეთ თუ როგორც არის ფაქტია რომ ამ ადამიანის მოკლა არავის არ სურდა იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მოკლავდნენ და შეიძლება დიდხანს ვერ აღმოეჩინათ მეგობრებმა იპოვეს ის ვიცნობდი მე კარგად თან მინისტრი უნდა დარჩენილიყო თუ გადამდგარიყო არა მინისტრი ცხადია რომ უნდა დარჩენილიყო პოსტზე მაგრამ ის ადამიანები ვისაც ამ ინციდენტთან შეხება ჰქონდა ისინი არ უნდა დაბრუნებულიყვნენ პოსტებზე და უკეთესად უნდა ყოფილიყო გამოძიებული ჩემთვის რთულია მე თუ არ ვიცი ფაქტები თვითონ მინისტრი უფრო მეტად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული იმით რომ ეს შემთხვევა მალევე ყოფილიყო გამოძიებული და კითხვები არ დარჩენილიყო, იმიტომ რომ დავინახეთ, ფაქტია რომ კითხვები დარჩენილი იყო და ეს ყოველთვის ხდება ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაცა იმალება. თავიდან ფაქტია რომ რაღაცეები დაიმალა. არ ვიცი მე ეს ვინ იცოდა, ვინ არ იცოდა, შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს ჩემთვის, მაგრამ მე როდესაც ვთქვათ, ეს ამბავი გავიგე, მე თბილისში არ ცხოვრობდი, მაშინ გიგასთან ერთად ვიყავი უკვე, მაგრამ ჯერ კიდე სტრასბურგში ცხოვრობდი და მაშინ გავიგე თითქოს მინისტრის ცოლის დაცვის თანამშრომლებმა, მოკლედ სანდრო გირგვლიანი, სანდროს ვიცნობდი. და რომ დავრეკე გიგას რეაქციაც აბსოლუტურად გულწრფელი იყო ის რომ მე მგონი მან რაღაცა სხვა ისტორია მომიყვა საერთოდ თვითონ აი ესე იცოდა მე უკვე დროთა განმავლობაში გამოირკვა რომ ესე არ ყოფილა საქმე თქვათ იგივე თბილისში ვიყავი რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე თბილისში ჩამოვედი ორსულად ვიყავი სანდროს მეგობრები იყვნენ მოსული გიგას ესაუბრნენ სანდროს მეგობრებსაც კი თავიდან სხვა ინფორმაცია ჰქონდათ სხვა ისტორიას ყვებოდნენ საერთოდ მეორე ადამიანს უკავშირებდნენ რომელიც სანდროს ახლდა ანუ იმდენი რამე დაიმალა რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც თქვათ ამ შემთხვევაში ამ თემის გარშემო იყო და ამ თემის გადაწყვეტაზე ზემოქმედება შეეძლო შემდგომში რაც გაირკვა ბევრი რამე მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა იმიტომ რომ სხვა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი მე ეს ვიცი ზუსტად მათ შორის სანდროს მეგობრებიც იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ისინი მოსულები რო იყვნენ და სულ სხვა ისტორიას ყვებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით ოქტომბრის 1 ოქტომბრის არჩევნებზე რომ თუმცა მაინც მინდა გავუსრულო რომ ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი ლაქა წინა ხელისუფლების მოღვაწეობაში ბოლო არჩევნებზე რომ მოეგო სააკაშვილს და გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, შენ თუ პრემიერ-მინისტრი. აი რო გამხდარიყო, შენ თუ დარჩებოდი მომხრე მის. არა. მაგრამ არ გახდებოდა. ქართული ოცნების განვლილ 2 წელიწადს როგორ აფასებ? ძალიან ცუდად მკვეთრად უარყოფითად. რატომ? ყველა კუთხით რეგრესი გვაქვს და იმიტომ. ყველა პროგრესია არსად არ არის? არა. თავარი პრობლემები სად გამოჩნდა? თუ პროგრესად მივიჩნევთ იმას, რომ სახელმწიფო დასუსტებულია და შესაბამისად, თქვათ, ორი რაღაც არის. ერთია, რომ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო უწყებების თავგასულობა იყო ცხადზე ცხადი. მე შევჩიხები ვარ ამას, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ვიყავი, ხო? და რეალურად მე მიმაჩნია, რომ ხალხმა ხმა 1 ოქტომბერს მისცა არა თქვათ ანტინაციონალურ მოძრაობას, ანუ ანტიმიშა კი არ უნდა და ამ ხალხს უნდა და უკეთესი ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა ძალაუფლების ესეთი კონცენტრაციის გარეშე, ნაციონალური მოძრაობა, თქვათ აი იმ რაღაცა თავგასულობის გარეშე უნდა და იმისი ცოდნოდა რომ თქვათ თუ სახელმწიფოს წინაშე ის უძლური არის. მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ აი ეს იყო მთავარი მოტივატორი ამ ხალხის. და ვინც ხმა თქვათ ბიძინა ივანიშვილს მისცა აი ეს მოლოდინი ქონდა და ნუ კიდე იყო თქვათ რაღაცა სხვა მოლოდინებიც ზოგ შემთხვევაში რაღაცა უფასო ფულის 5 მილიონი ყველა სოფელს განახევრებული კომუნალური გადასახადი და ასე შემდეგ. მე ვიძახი უფრო იმ ადამიანების განწყობას აღწერ ეხლა რომელმაც არჩევნების ბედი გადაწყვიტა მერყევა მომრჩეველს რომელიც ეხლა აშკარად განხიბლულია და დღეს რაც ხდება ხშირ შემთხვევაში აღიქმება ისე როგორც აი ანტი ვთქვათ
უძლური ხელისუფლება კი არ უნდა ხალხს უნდა ხელისუფლება რომელიც ჩარჩოებში არის მოქცეული და ვთქვათ ეხლა როდესაც პოლიციელს შეიძლება ადამიანმა თავში წამოარტყას და ეს 100 ლარი დაჯდეს ხო ეს ვერანაირად ვერ იქნება იმისი ნიშანი რომ აი სახელმწიფო როგორი ბევრად უფრო ლმობიერი გახდა ეს შიგნით რა ხდება ფაქტია რომ რაღაცები ხდება შიგნით და ერთსულოვნება არ არის აი მარგველაშვილისგან რა უნდათ ეხ მე არ მიყვარს რაღაც კონსპირაციის თეორიები შეიძლება რაც ნათელია მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ რაც დედაპირზედებს ახლა მარგველაშვილის შემთხვევაში ბიზნესმენმა ყველაფერი მოგვიყვა ეხლა გასაგებია რომ გვესმოდა კიდეც რაც ხდებოდა არაფერი ბიზნესმენმა გადაწყვიტა რომ თვითონ ჩრდილში გამდგარიყო, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან ის თვლიდა, რომ ხალხი მას მოსთხოვდა, იმას, რასაც დაპირდა, მოსთხოვდა უფასო ფულს, მოსთხოვდა კრედიტების გასტუმრებას. იქ იყო კიდეც ერთ ბათუმში თუ სადღაც იპოთეკარები დახვდნენ მას და თხოვდნენ, რომ აი ეს მათი პრობლემა მოეგვარებინა, იმიტომ რომ მათ სახლებიდან ყრიან და მათ უთხრა, რომ უპასუხა ეს არქივშიც არის ეს, რომ თქვენ რომ მოგცეთო ეხლა ფულიო, ჩემ სახლთანო რიგი დადგებაო და ეს იცის ეხლა ხო? იცის რომ ხალხმა იცის რომ მას აქვს 7 მილიარდი. გასაგებია რომ 7 მილიარდი ბევრი არ არის, როდესაც საქმე 3 მილიონი ნახევარ თუ 4 მილიონი ადამიანს ეხება, მაგრამ თითოეული ადამიანის წარმოდგენაში ეს არის ძალიან ბევრი, ხო? და ამიტომ გაიწია გვერდზე, რომ თითქოს ამით რაღაცა პასუხისმგებლობები მოიხსნა, რომ აი მე რაღაცა ეხა გვერდზე გავდექი და თან შეეცადა, რომ აი ეს რაღაცა გვერდზე გადადგომა შემოესაღებინა მოსახლეობისთვის, როგორც რაღაცა ღირსეული ნაბიჯი, რაც არ მოხდა, იმიტომ რომ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა თქვათ, რომ უარყოფითად აღიქვა მისი წასვლა, გაქცევად შეაფასა ფაქტობრივად. დატოვა თავისი მარიონეტები, რომლებიც აი ისეთი ადამიანები ჭირდებოდა მას, რომ ორჯერ თქმა რო არ სჭირდებათ რა. ესეთი ერთი ყავს, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რეალურად მისი პაჟის ფუნქციას ასრულებს, ბრძენი კაცის, ბატონი ბიძინასი. ბრძენია უკაცრავად რო გაწყვეტია. შენი აზრით ბრძენი კაცია? არა. არანაირ ბრძენი არ არის, გულისხმობელია, გარკვეული უნარები აქვს, მოთმინების უნარი აქვს აშკარად, იმიტომ რომ აი ამდენი ხანი რაც საქართველოში დაბრუნდა ითმინა, ხო? ეხლა მე რასაც უყურებ, ეხლა ამ გადმოსახედიდან მთელი აი ეს მისი რაღაცა ქველმოქმედება და ყველაფერი პოლიტიკური პროექტი იყო, ხო? იმიტომ რომ დღესდღეობით ან უკვე შეაჩერა რაღაცეები, დოტაციური პროექტები, რომელსაც ადრე ის ინახავდა სახელმწიფოს გადააბარა, მაგალითად საჩხერის საავადმყოფო, ან თქვათ იქ იგივე როგორც უცნაურ რაღაცას აკეთებს ამ მათთან მიმართებითაც. სახიობებთან და ერთ პერიოდი შეუწყვიტა თითქოს ეს დაფინანსება. და მე გააკეთა ისე რომ კულტურის სამინისტროს მისცა გრანტი და კულტურის სამინისტროსთან მისდით ცხადია მის მიერ შერჩეულ ადამიანებს აი ეს რაღაცა პენსია თუ რაღაც შემოსავალი რა რომ აჩვევს ამ ადამიანებს რომ კულტურის სამინისტროდან იღებენ ფულს მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით იშორებს რა ამ ყველაფერს ეს ყველაფერი მარწმუნებს იმაში რომ მისი ქველმოქმედებაც არ იყო ქველმოქმედება და ეს იყო პოლიტიკური პროექტი. რაც შეეხება მარგველაშვილმა ისევ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით ხასიათი გამოავლინა და ეს ხასიათის გამოვლინება პირველად თქოთ მოხდა, როდესაც მარგველაშვილმა მოინდომა, ის კი არ აქნა რომ ნაბიჯი გადადგა საამისოდ, მოინდომა ვეტო დაედო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ეხებოდა მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას, ხო? და მარგველაშვილმა ვერ გათვალა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო, ვთქვათ იგივე ოპოზიციასთან გასამკლავებლად, იმიტომ რომ მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადება რას ნიშნავს? მე შეიძლება პოლიციის კაბინეტში შენ გადაგიგრიხონ ხელები, გათქმევინონ რაღაც ისეთი, რაც ჟაზეც შემდეგ ააგებენ საქმეს, ადამიანს ჩააგდებენ ციხეში. მე შენ შეიძლება სასამართლოზე თქვა, რომ ძალით მისცე რაღაც ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიცი და ასე შემდეგ, მაგრამ აი წინასწარ მაშინ რომ მოგათავსონ თქვათ წინასწარი დაკავება როგორ ვთქვა წინასწარი პატიმრობა რომ მოგისაჯონ ამისთვის საკმარისია და ეს რომ გაუზიარა ივანიშვილმა უკვე ჩათვალა რომ ესეთი ხასიათის გამოვლინებაც კი არ აწყობს მას, როდესაც პრეზიდენტი მასთან არანგარიშვალდებულ პირთან მივა გარკვეული ინიციატივით და გაუზიარებს მას. აი ეს არის ყველაფრის სათავე. ყველას დიდ სიამოვნებას რისგან იღებ? ნაყოფიერი მუშაობისგან. შეიძლება თუ არა, რომ აი შენთვის უინტელექტო ადამიანი შეიძლება თუ არა იყოს სექსუალური. კი. ახალგაზრდობაში რომელი ვარსკვლავი მოგწონდა კაცი? ბევრი არ ვიცი რა ვიცი ძალიან ბევრი ესე რა სხვადასხვანაირები 1000 ნაირები მომწონდა. შენ თუ ხარ სექსუალური, როგორ ფიქრობ? კი.
ყველაზე მაგარი ქართველი ქალი მითხარი. არ ვიცი, ეს ვერ გეტყვი. აი გარეგნობით არა, ეს ზოგადად თავის მოღვაწეობით. გამთამარმები. მემარცხენეებთან გაქვს სულ დისკუსია სოციალურ სადღა არის მემარცხენეებთან დისკუსია? ხო, რას ფიქრობ ზოგადად მემარცხენეებზე და ქართველ მემარცხენეებზე რას ფიქრობ? აი ქართულ მემარცხენეებზეც იმას ვფიქრობ, რასაც ზოგადად მემარცხენეებზე ცხადია ვთქვათ, რომ იქ განსხვავება არის ხოლმე ხშირად, ვთქვათ დისკუსიის ხარისხში, როდესაც ვთქვათ დასავლეთში უყურებ იგივე დისკუსიას ვთქვათ მემარჯვენე მემარცხენეებს შორის და საქართველოში. უბრალოდ იოლი გზა, მე კეთილი, ძალიან ბევრი კეთილი ადამიანია, კეთილშობილური მიზნები აქვთ აშკარად და ვთქვათ რაღაცა სიკეთის მოტანა უნდათ, მაგრამ აი ვთქვათ ჯოჯოხეთისკენ გზას უკეთილი სურვილებით არის, ხო იცით მოფენილი და მე მგონი რომ მემარცხენეობა იოლია. იოლია თქვა რომ სახელმწიფო უნდა მოგხედოს, იოლია თქვა რომ სახელმწიფო უნდა გააჭამოს, სახელმწიფო მოილაპარაკოს შენს ნაცვლად, შენ დამსაქმებელთან, სახელმწიფო უნდა გიმკურნალოს. ეს ყველაფერი ძალიან იოლია და საერთოდ კარგად ჟღერს ახლა რა ბჯობია მაგას თუ ახლა მე დავჯდები და რაღაცა ძიძა იარსებებს სახელმწიფოს სახით, რომელიც დამოარცხნის, დაამბანს, მაჭმებს, გამასუფთავებს, წამიყვანს, წამომიყვანს, ჩემს მაგვილად ყოველს დაელაპარაკება. არ შეიძლება ეს ვიღაცას მოეწონოს კიდეც, ხო? ესეთი ცხოვრების წესი. მაგრამ საქმე ისაა რომ ამ ყველაფერს ჭირდება ფული. და ეს ფული საიდან მოდის? ფული მოდის გადასახადის გადამხდელებისგან. ფულს ერთი თვისება აქვს, რომ ეს თავდება, თუ სწორად არ დაგეგმე, თავდება. და აქედან გამომდინარე, რაც მე ანუ ფული უნდა იყოს საზოგადოების ხელში, რომ იმან კიდევ ფული მოიტანოს, ადამიანები მდიდრდებოდნენ და ასე შემდეგ. და შენ თუ ეს ფული ამოიღე იმისთვის, რომ მე შენ რაღაცა თანაბრად და თანასწორად შეშეცი ამის უფლება, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს არ უნდა კონდეს, ანუ ეს უფლება უნდა იყოს შეზღუდული და უნდა კონკრეტულ სფეროებს ხმარდებოდეს ისეც, რომელსაც ვთქვათ ადამიანი თვითონ ვერ უზრუნველყოფს, მაგალითად, როგორც არის, ვთქვათ, ქვეყნის თავდაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მინიმალურ რაღაცებს უნდა ხმარდებოდეს სახელმწიფოს ძალისხმევა. სხვა შემთხვევაში იღებ თავკომბალა სახელმწიფოს, სადაც საბოლოო ჯამში ყველა არის თანაბრად ღარიბი და უკმაყოფილო. ის ქვეყნებიც კი ხშირად მოაქვს რა შვედეთის მაგალითად ასე შემდეგ. ის ქვეყნებიც კი გამდიდრდნენ იმის შედეგად, რომ ცხოვრობდნენ მემარჯვენე ცხოვრების წესით, ჰქონდათ კაპიტალიზმი, დაუგროვდათ ბევრი ფული და შემდეგ მოხდა უკვე ამ ფულის გადანაწილებაზე ფიქრი. თუმცა ამათაც პერიოდულად უწევთ ხოლმე აი ამ მემარჯვენე რეფორმების გატარება, იგივე შვედეთი 90-იან წლებში, ამისი ძალიან კარგი მაგალითი არის, როდესაც კრიზისი ჰქონდა ძალიან დიდი ქვეყანაში, სწორედ ამიტომ საფრანგეთი ავიღოთ, ეხლა საფრანგეთის ეკონომიკა რა მდგომარეობაში არის და რთული ვითარება ხო? შენი საყვარელი ქალაქი რომელი? ჩემი საყვარელი ქალაქი თბილისი, ნიუ-იორკი, ლონდონი. სერიალი? ბევრი სერიალი არის ჩემი საყვარელი. დღეს რომელია პირველად გიყურე? დღეს ახლა დავამთავრე ამ The Americans ამის ყურება, არის KGB კგბ-ს აგენტებზე ამერიკაში. კარგად უყურე. რავი House of Cards ველოდები ახლა რომ გამოვა, იქ უნდა დაიწყოს. ერთი რაცაც ვერ უყურე და ვერ ჩავერთე, ეს არის Game of Thrones, ვინახავდი ზაფხულისთვის, მინდა ზაფხულისთვის სადმე წავიდეთ დასასვენებლად მეყურებინა, მაგრამ აღარ წავედით არსად დასასვენებლად გიგი რო ციხეში ჩასვეს, ჩემი პერსონალური მოტივი ეგ იყო, აღარ მომინდა რომ სადმე ზღვაზე წამოწოლილიყავი და დავჭი თბილისში. შესაბამისად Game of Thrones-იც უნახავი დამჭი. ძალიან მიყვარს Friends-ი. Seinfeld-ი მიყვარს ძალიან. ძალიან მიყვარს Curb Your Enthusiasm, Larry David-ი თამაშობს. ანუ ბევრი სერიალი მიყვარს, ესე ვერ გამოვიყო. დიზაინერიც, რა ვიცი, ესე ბევრი მიყვარს რა, რავი, ან ბელგიელები მიყვარს. ზღაპარი რომელი გიყვარდა? ზღაპარი? ბევრი ზღაპარი მიყვარდა ესე. ბევრს კი თან პატარობაში ძალიან ბევრს კითხულობდი, ესე პრობლემაც კი იყო ხოლმე რა, იმიტომ რომ ტუალეტში და არ ვიცი ხა რაღაც არ ვიქნები რაღაც განსაკუთრებულად ორიგინალური ალბათ თუ ვიტყვი რომ ასტრიდ ლინგრენი მიყვარდა კიდე ეს არიციას თავგადასავალი ნოსოვის არის მე მგონი ხო კიდე იქ რაღაცა კარიკა და რაღაცები ესე მახსენდება მე ვიგრე მე ყველანაირი მიყვარდა ნუ ჟიულ ვერნი ხა ეს ზღაპარი ნაკლებად არის მაგრამ მთლიანად წაკითხული მაქვს ჩემთვის შოკი იყო როდესაც საფრანგეთში საცხოვრებლად რო გადავედი მაშინ ჩემ მეგობარს ვკითხე და აღმოაჩინე რომ ჟიულ ვერნი წაკითხული არ აქვთ. აი უმეტესობას ფრანგებს იქ ვისაც ველაპარაკებენ საერთოდ არ ქონდათ ჟიულ ვერნი წაკითხული. ჩვენთან ესეთი რაღაცა ძალიან დიდი იყო ეს ჟიულ ვერნი და იქ არა. აი რომელმა აღიარებულმა წიგნმა გაგიცრუა იმედები თუ გახსენდება ეგეთი. აი ყველას რომ მოწონს.
არ ვიცი, ესე აი რაღაცა პაოლო კოელიოს, რომელსაც რაღაცა ალქიმიკოსი, რომელსაც თქვათ, არ ბევრია ესეთი, რომელმაც იმედი გამიცრუა. ერთი რამაც ახლა იმედი არ გამიცრუა, მე არ ვკითხულობდი წინააღმდეგობას ვწევდი, იმიტომ რომ ყველა კითხულობდა და ვფიქრობდი, რომ ხა მე რაღაცა წავიკითხო, მაგრამ ეს სტიგლარსონის გოგო დრაგონის სტატუთი თუ როგორც ქვია დრაკონის სტატუთი მაინც წავიკითხე და დასასვენებლად ვიყავით მე და გიგა წასულები და მახსოვს რომ 3 დღეს საერთოდ ხმა არ გამიცია, იმიტომ რომ სასტუმროში ვიპოვე იქ ელაგა რა წიგნები ესე და ვიპოვე რაღაცა პირველი 2 წიგნი ისე წავიკითხე რომ ბოლოს პროტესტი მე გამომწვა რომ ერთად ვარ წამოსულები თუ რას ავიქტორ თლიანად ჩამძრალი ვიყავ. ესე მიჭირს იმის თქმა რომ აი რომელმა გამიცრუა იმედი, აი ეს კოელიოზე შეშლილი საზოგადოება, კი არ ანუ იმედი კი არ გამიცრუა, ეს არ ვკითხულობ წიგნს რომ ეს უნდა აი ამაზე შეშლილი საზოგადოება გამეცინება ხო. მე კიდე იმაზე გამეცინე მთელი ერი შეთანხმდა, ეს იყო ტალღასავით მოედო, საუკეთესო 10 წიგნი, მთელი ერი შეთანხმდა იმაზე, რომ ჯადო თომას მანის ჯადოსნური მთა არის მათი საყვარელი წიგნი. რამ ის კი არა ვარ რა ქვია, კი არ განვსჭი ამ ყველაფერს, მაგრამ ხანდახან დღეს ღიმილის მომგვრელია ხო. ღმერთი თუ არსებობს შენი აზრით? კი როგორ არის? და როგორია ის? ეს თან ეს იქნება ეხა ჩემი მხრიდან ესეთი ეხა მე თუ ამ ყველაფერს ღმერთი რა არის ხო ღმერთი არის რაღაც ის გწამს და ეხა წმენა ისეთი რაღაცაა რომ როდესაც შენ იწყებ უკვე მისი ახსნას როგორია რანაირია და ასე შემდეგ ეს მატერიალიზება არ ხდება ხო ამის მატერიალიზება რთულია ანუ შეუცნობელია და რაღაცა შეუცნობლის გწამს მე ესე მესმის ჩემთვის შენ გწამს კი ჩემთვის ღმერთი არის პასუხი, აი მეცნიერებას ცემს პასუხს კითხვას იმაზე თუ როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ შეიქმნა ადამიანი, ხო? ამ ყველაფერს მეცნიერება პასუხობს, თუ რამე კითხვები დარჩა გაუცემელი, დარწმუნებული ვარ, რომ გასცემს, ანდრე იქნება თუ გვიან. რაც შეეხება ღმერთს, მე მგონია, რომ ღმერთი არის პასუხი კითხვაზე, რატომ ესეთი ჰარმონია, რატომ აი ესეთი კანონზომიერება, როგორიც არის, რატომ აი ესეთი მანძილები, ვთქვათ, პლანეტებს შორის, როგორიც არის, რატომ შეიქმნა ადამიანი, რატომ გავჩნდი მე? აი რატომ. ხო და აი ამ ყველაფერს მგონია რომ რაღაცა ღმერთი არის პასუხი ამ ყველაფერს. საკუთარ თავზე ძალიან ვინ გიყვარს? ჩემი შვილები და ხანდახან მგონია რომ გიგაც ჩემ თავზე ძალიან მიყვარს, თუმცა ხანდახან. ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვისთანაც ქონია ურთიერთობა. უშუალოდ ურთიერთობა ვისთანაც ქონია. ბევრი ჭკვიან ადამიანთან ქონია ურთიერთობა. ყველაზე ჭკვიანი ადამიანის გამოყოფა გამიჭირდება. მამაც ჩემი ძალიან ჭკვიანია, გიგა ძალიან ჭკვიანია, ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანია. ჩარლზ კრაუთჰამერი, რომელთანაც ინტერვიუ მქონდა, ძალიან ჭკვიანია ზოგადად აღმაფრთოვანებს, ძალიან ესეთი ადამიანია. ჩემთვის რაღაცა აი რო თქვენ როლ მოდელი ხო არის ესეთი ის რა ქვია, ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ ინძრევა. ეტლს არის მიჯაჭვული და თან ეს ყველაფერი დაემართა 19 წლისას თუ 20 წლისას. მოკლედ ჰარვარდის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, აუზში ჩახტა, თავი დაარტყა და თავის მოგონებებში იხსენებს, რომ თავი დავარტყი თუ არა, ეგრევე მივხვდი, რაც მჭირდება, იმიტომ რომ ზუსტად მაგ საგანთან დაკავშირებით ნევროლოგიაზე მქონდა წიგნი წაღებული, იმას ვკითხულობდიო აუზზე და მიეჯაჭვა ესე ეტლს და ინტერვიუზე პირველად რომ მივედი, ეტლში რო იჯდა ვიცოდი ოღონდ არ ვიცოდი თუ ხელსაც ვერ ხმარობს წესიერად და ინტერვიუზე მისვლამდე მის სხვადასხვა გამოსვლებს უსმენდი, ვთქვათ იქ რაღაცა სხვა ინტერვიუებს უყურებდი და შემამჩნია რომ იმის რა ქვია ერთ-ერთი იმაზე მაგიდაზე წყალი ედოდა წინ გადაიხარა და იმიდან საჭრუპიდან მოსვა და აი მაშინ დავფიქრდი რომ მე მგონი ხელსაც ვერ ამოძრავებს და მე მაგ ერთი თვისება ადამიანთან რომ შევდივარ ესე ხელი მაგაშვერილი ეგრევე რა ეს ხელის ჩამორთმევა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემ და უნებურა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი მგონია ადამიანის გაცნობის და ადამიანთან მისალმების და ეგ მქონდა რომ კიდე კარგი ვნახე რომ ესე ხელით არ შევარდი პირდაპირ და რაღაცა იმას ვქენი და ძალიან შთამბეჭდი იმიტომ რომ 22 წლის ადამიანი რომელიც თქვა ესეთ მდგომარეობაში ჩავარდა უნაყოფიერესი ტიპია ეს რაღაცა არ ვიცი არის წერს უამრავს აკეთებს თქვათ არის კომენტატორი მუდმივი თქვათ ეხლა დღეს ობამას მთავარი კრიტიკოსის სახელი აქვს ბევრია თქვენ რა ვიცი ბობ კაგანთან მქონია ინტერვიუ ასევე არანაკლებ საინტერესო აიღებდი ინტერვიუს ვისთან ძალიან ბევრ ხალხთან ავიღებდი ინტერვიუს
ძალიან ბევრი არის დიდი ასია იმ ადამიანების, ვისთანაც ინტერვიუს ჩავწერდი, ესე ცალკე გამოყოფა დამიჭირდებოდა ცხადია ინტერვიუს რა და უარყოფითი დადებითი ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხანდახან აი კითხავენ ხოლმე ჟურნალისტებს, რომ აი ეს რა გასაპირებელი იყო, ამასთან ინტერვიუ როგორ ჩაწერე. მე ინტერვიუს ბინ ლადენთანაც ჩავწერდი, შესაძლებლობა რომ მქონოდა, პუტინთანაც ჩავწერ ინტერვიუს და ობამასთან ცხადია ჩავწერ და ჩავწერ. ძალიან ბევრი ადამიანია ესეთი, ვისთანაც ინტერვიუს ჩავწერდი. აი ახალი ფონი გვაქვს ჩვენ და აი რომელი მუშკეტერია შენთვის? მიშა რომელი? აი რო დაყო მუშკეტერი. მოიცა ესე არის 1000 პარტოსი არამისი დარტანიანი. მიშა დარტანიანია. ზვიად გამსახურდია? ზვიად გამსახურდია. ძალიან მე მიყვარს ძალიან ახლა ეს მუშკეტერებს. ამ მუშკეტერი ძალიან მიყვარს და ნუ ეს მიშას დარტანიანს კიდე დაუძახებდა. ათოსი რომელია? ათოსი, ნუ ახლა ძალიან თუ გავიჭირვა შეიძლება შევარდნაძე იყოს რაღაცა უფრო ბრძენი თუ რა ვიცი, არ ვიცი, შეიძლება არ ვიცი, ხა არამისი ლამაზი უნდა იყოს ახლა არამისი, რომელია ხა აქედან არამისი. ლამაზი არც ერთი არ არის. არ მე არ ლამაზი. ხო, ნუ მაგრამ ესე არ შემიხედავს გამსახურდიასთვის. არ ვიცი, არ არის არც ერთი არ. სახლის ბინადარი და ხელმოწერის ავტორი რომელი პერსონაჟები არიან სამი მუშკეტერის? სამი მუშკეტერის რომელი პერსონაჟია? ბიძინა ივანიშვილი. არა, იქ ძალიან სერიოზული ხალხია სამ მუშკეტერში, რას ლაპარაკობ. რა რიშელიეს შევადარო, ეხა რომელიმე, არა სამ. და ახალი ისა გვაქვს ჩვენ კითხვა კი არა და სიახლე გვაქვს მომდევნო სტუმარს უნდა დაუსვა კითხვა და ის გაგცემს პასუხს. მომდევნო სტუმარი არ ვიცი ვინ იქნება, მაგრამ ალბათ მოკრავი იქნება. მოკრავს ვერ მოიყვან, მე რა ვიცი. რა როგორ ისურვებდა, როგორ სიკვდილს ისურვებდა. ვინც არ უნდა იყოს ყველაზე წავა, ალბათ ხო? დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. მადლობა შენ. Hang on, come on. დარჩენილი იყო, იმიტომ რომ დავინახეთ, ფაქტია რომ კითხვები დარჩენილი იყო და ეს ყოველთვის ხდება ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაცა იმალება. თავიდან ფაქტია რომ რაღაცეები დაიმალა. არ ვიცი მე ეს ვინ იცოდა, ვინ არ იცოდა, შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს ჩემთვის, მაგრამ მე როდესაც ვთქვათ, ეს ამბავი გავიგე, მე თბილისში არ ცხოვრობდი, მაშინ გიგასთან ერთად ვიყავი უკვე, მაგრამ ჯერ კიდე სტრასბურგში ცხოვრობდი და მაშინ გავიგე თითქოს მინისტრის ცოლის დაცვის თანამშრომლებმა, მოკლედ სანდრო გირგულიანი, სანდროს ვიცნობდი. და რომ დავრეკე გიგასთან. გიგას რეაქციაც აბსოლუტურად გულწრფელი იყო ის, რომ მე მგონი მან რაღაცა სხვა ისტორია მომიყვა საერთოდ, თვითონ აი ესე იცოდა. მე უკვე დროთა განმავლობაში გამოირკვა, რომ ესე არ ყოფილა საქმე, თქვათ იგივე თბილისში ვიყავი რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე თბილისში ჩამოვედი, ორსულად ვიყავი, სანდროს მეგობრები იყვნენ მოსული გიგას ესაუბრნენ. სანდროს მეგობრებსაც კი თავიდან სხვა ინფორმაცია ჰქონდათ, სხვა ისტორიას ყვებოდნენ საერთოდ. მეორე ადამიანს უკავშირებდნენ, რომელიც სანდროს ახლდა. ანუ იმდენი რამე დაიმალა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თქვათ ამ შემთხვევაში ამ თემის გარშემო იყო და ამ თემის გადაწყვეტაზე ზემოქმედება შეეძლო, შემდგომში რაც გაირკვა, ბევრი რამე მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ სხვა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი. მე ეს ვიცი ზუსტად, მათ შორის სანდროს მეგობრებიც, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ისინი მოსულები რო იყვნენ და სულ სხვა ისტორიას ყვებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. აი პირველი ოქტომბრის არჩევნებზე რომ თუმცა მაინც მინდა გავუსრულო, რომ ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი ლაქა წინა ხელისუფლების მოღვაწეობაში. ბოლო არჩევნებზე რომ მოეგო სააკაშვილს და გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, შენ თუ დარჩებოდა პრემიერ-მინისტრი. აი რო გამხდარიყო, შენ თუ დარჩებოდი მომხრე მის. არა. მაგრამ არ გახდებოდა. ქართული ოცნების განვლილ 2 წელიწადს როგორ აფასებ? ძალიან ცუდად მკვეთრად უარყოფითად. რატომ?
ყველა კუთხით რეგრესი გვაქვს და იმიტომ. პროგრესია არსად არ არის. არა. არც და თავარი პრობლემები სად გამოჩნდა? თუ პროგრესად მივიჩნევთ იმას, რომ სახელმწიფო დასუსტებულია და შესაბამისად, თქვათ, ორი რაღაც არის. ერთია, რომ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო უწყებების თავგასულობა იყო ცხადზე-ცხადი. მე შევჩეხები ვარ ამას, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ვიყავი, ხო? და რეალურად მე მიმაჩნია, რომ ხალხმა ხმა 1 ოქტომბერს მისცა არა თქვათ ანტინაციონალურ მოძრაობას, ანუ ანტიმიშაკი არ უნდა და ამ ხალხს უნდა და უკეთესი ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა ძალაუფლების ესეთი კონცენტრაციის გარეშე, ნაციონალური მოძრაობა, თქვათ აი იმ რაღაცა თავგასულობის გარეშე უნდა და იმისი ცოდნოდა, რომ თქვათ თუ სახელმწიფოს წინაშე ის უძლური არის. მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი ეს იყო მთავარი მოტივატორი ამ ხალხის. და ვინც ხმა, თქვათ, ბიძინა ივანიშვილს მისცა, აი ეს მოლოდინი ქონდა და ნუ იქ კიდე იყო, თქვათ, რაღაცა სხვა მოლოდინებიც, ზოგ შემთხვევაში რაღაცა უფასო ფულის 5 მილიონი ყველა სოფელს განახევრებული კომუნალური გადასახადი და ასე შემდეგ. მე ვიძახი უფრო იმ ადამიანების განწყობას აღწერ ეხლა, რომელმაც არჩევნების ბედი გადაწყვიტა, მერყევა მომრჩეველს, რომელიც ეხლა აშკარად განხიბლულია. და დღეს რაც ხდება, ხშირ შემთხვევაში აღიქმება ისე როგორც აი ანტი, ვთქვათ, უძლური ხელისუფლება კი არ უნდა ხალხს უნდა ხელისუფლება, რომელიც ჩარჩოებში არის მოქცეული. და ვთქვათ, ეხლა როდესაც პოლიციელს შეიძლება ადამიანმა თავში წამოარტყას და ეს 100 ლარი დაჯდეს, ხო? ეს ვერანაირად ვერ იქნება იმისი ნიშანი, რომ აი სახელმწიფო როგორი ბევრად უფრო ლმობიერი გახდა ეს შიგნით რა ხდება? ფაქტია, რომ რაღაცები ხდება შიგნით და ერთსულოვნება არ არის. აი მარგველაშვილისგან რა უნდათ? შიგნით. ეხლა მე არ მიყვარს რაღაც კონსპირაციის თეორიები, შეიძლება რაც ნათელია, მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც დედაპირზედებს. ეხლა მარგველაშვილის შემთხვევაში ბიძინაევანიშვილმა ყველაფერი მოგვიყვა. ეხლა გასაგებია რომ გვესმოდა კიდეც რაც ხდებოდა. არაფერი, ბიძინაევანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თვითონ ჩრდილში გამდგარიყო, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან ის თვლიდა, რომ ხალხი მას მოსთხოვდა, იმას, რასაც დაპირდა, მოსთხოვდა უფასო ფულს, მოსთხოვდა კრედიტების გასტუმრებას. იქ იყო კიდეც ერთ ბათუმში თუ სადღაც იპოთეკარები დახვდნენ მას და თხოვდნენ, რომ აი ეს მათი პრობლემა მოეგვარებინა, იმიტომ რომ მათ სახლებიდან ყრიან და მათ უთხრა, რომ უპასუხა ეს არქივშიც არის ეს, რომ თქვენ რომ მოგცეთო ეხლა ფულიო, ჩემს სახლთანო რიგი დადგებაო და ეს იცის ეხლა, ხო? იცის, რომ ხალხმა იცის, რომ მას აქვს 7 მილიარდი. გასაგებია რომ 7 მილიარდი ბევრი არ არის, როდესაც საქმე 3 მილიონი ნახევარ თუ 4 მილიონი ადამიანს ეხება, მაგრამ თითოეული ადამიანის წარმოდგენაში ეს არის ძალიან ბევრი, ხო? და ამიტომ გაიწია გვერდზე, რომ თითქოს ამით რაღაცა პასუხისმგებლობები მოიხსნა, რომ აი მე რაღაცა ეხა გვერდზე გავდექი და თან შეეცადა, რომ აი ეს რაღაცა გვერდზე გადგომა შემოესაღებინა მოსახლეობისთვის, როგორც რაღაცა ღირსეული ნაბიჯი, რაც არ მოხდა, იმიტომ რომ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მკვეთრად უარყოფითად აღიქვა მისი წასვლა, გაქცევად შეაფასა ფაქტობრივად. დატოვა თავისი მარიონეტები, რომლებიც აი ისეთი ადამიანები ჭირდებოდა მას, რომ ორჯერ თქმა რო არ სჭირდებათ რა. ესეთი ერთი ყავს, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რეალურად მისი პაჟის ფუნქციას ასრულებს, ბრძენი კაცის, ბატონი ბიძინასი. ბრძენია უკაცრავად რო გაწყვეტია. შენი აზრით ბრძენი კაცია? არა, არანაირი ბრძენი არ არის, გულსაკურველია, გარკვეული უნარები აქვს, მოთმინა. მოგესალმებით, ვიწყებთ განაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია ნანა ალექსანდრიას რძალი, თამარა ჩერგულეიშვილი. როგორ ახართ? კარგად, ცოტა დასტრესილი. რატო? შენ გპატიობ იმას, რომ ნანა ალექსანდრიას რძალი მიწოდე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ. და ვიცი რომ ხუმრობ. და დასტრესილი რატო ვარ და დღე ორშაბათს, ანუ უკვე დღეს ეთერში შევდივართ განახლებული პროგრამით და ნერვიულობ ძალიან. ბევრი მეტსახელი შეგარქვა ხალხმა. შაპოკლაკს გეძახდნენ.
მე ძაღი გიგაიხაც მიწოდა პერიოდულად. მანგუსტით შეგარქვა, რომელი მოგწონს შენ, რომელი მეც? არცერთი არ მაღიზიან. ბავშვობაში რას გეძახდნენ? ჩერგოს. ჩერგოს. რა გინდოდა რომ გამოსულიყო? და ბოდიში წეროს კიდე, იმიტომ რომ წეროს. სკოლაში რო ვიჯექი, ცალიფეხი მქონდა სულ ამოდებული, ანუ ცალიფეხი მქონდა მარტო მედგა იატაკზე და ამის გამო მეძახდნენ წეროს. და რა გინდოდა რომ გამოსულიყავი, პატარა რო იყო? პატარა რო ვიყავი, კარატისტი ან ავტომბრბოლელი, ლედი კარატე ვნახე და მაგის შემდეგ კაი დიდი ვირი ვიყავი, ჯერ კიდე რომ მაგაზე ვფიქრობდი რომ რაღაცა, მაგრამ რეალიზების შესაძლებლობა არ მქონდა, არ მომეცა რატომღაცა. შენ პირველ შეყვარებულს რა ერქვა? პირველი ქმარი იყო ჩემი პირველი შეყვარებული. მანამდე არავინ არ ყარებდა. კი, ბაღში მყავდა შეყვარებული, ანუ სადღაც 3-4 წლის ასაკში, ეს იყო ვიქტორ პულოვი. რომელთან ერთადაც ფოტოებიც მაქვს გადაღებული, Facebook-ზე წდავდა, ძალიან სასაცილო ფოტოებია და მე თვითონ ძალიან სქელი ვიყავი მე ბავშვობაში და ეს რაღაცა ის ლამაზი კარგი ბავშვია, კარგი ბიჭი და მე ვარ რაღაცა TV-ს ზვინი. მის გვერდზე. ვიქტორსაც უყვარდი? მე მგონი, ესე არ მახსოვს, მე ძალიან ჩარჩენილი მყავდა მე, მყავს რა, ესე რომ მახსოვს, რომ ეს თემა იყო და სახშიც ხუმრობდნენ ვიქტორზე და ასე შემდეგ, რომ ეს ვიქტორი მყავს შეყვარებული და მას მე ესე პირველი შეყვარებული ჩემი პირველი ქმარი იყო. რომელი ორი დაექსტაზებული ქართველი პოლიტიკოსის ცეკვას ნახავდი? სიამოვნებით. დაექსტაზებული ხალხის ცეკვის ყურება დიდად არ მიყვარს მართალი. ხო და რომელს მოუხდებოდა? რომელს მოუხდებოდა? ტკ. თინახი და შელი და დათოუსფაშვილი. შენი აზრით არის თუ არა ამ მომრჩევლისთვის დღევანდელი მდგომარეობა ჩიხი, როცა არც ხელისუფლება მოწონს და არც ოპოზიცია? არა, რა უნდა შეიცვალო? უნებრივი მდგომარეობაა. ეხლა რაც ნიჰილიზმის მდგომარეობაში იმყოფება, სასურველია რომ ეს არ გაღრმავდეს და ადრე თუ გვიან ადამიანური რესურსი მე ვფიქრობ შობს. თქვათ საზოგადოებაში რაღაცა გარკვეულ ნდობას. საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით თქვათ ის მოგონებები, რის გამოც თქვათ წინა ხელისუფლებას უარი უთხრეს, ძალიან ცოცხალია, ძალიან ესე fresh, როგორც იტყვიან და ჯერჯერობით ეს უნდობლობა, რომ თქვათ იგივე პრობლემებს არ შექმნიან თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ეს ჯერჯერობით ეს უნდობლობა ვერ მასაკნეს, ვერ გაქარწყლეს. და მეორე მხრივ, ხელისუფლებით იმედგაცრუება, მე მგონი, კატასტროფულად მატულობს. იმაზე უფრო სწრაფად მართალი გითხრა, ვიდრე მე მეგონა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, 2020 წელს ნებისმიერ რეგიონში მოიგებ არჩევნებს. ეს ახლა სურვილია, კი, მე ესე მჯერა და თუ თქვა პოლიტიკოსობა. პოლიტიკაში წასვლას. აი, აქაც ისეთივე ტრივიალური პასუხი უნდა გაქცე, როგორც თქვათ Forbes-ის ჟურნალისტს გავეცი, არ გამოვრიცხავ. ახლა რეალურად პოლიტიკაში ვარ, ჩვენს პოლიტიკაში ხარ, მეც პოლიტიკაში ვარ, იმიტომ რომ პოლიტიკურად აქტიურები ვართ ჩვენ სფეროში და თქვათ აქ ვართ. ახლა უბრალოდ პოლიტიკა გახდება თუ არა ჩემი საქმე იმ კუთხით რომ თქვათ პოლიტიკოსი გავხდები თუ არა არ გამოვრიცხავ, არ ვიცი რა იქნება 2020 წლამდე მინდა რომ ტაბულა იყოს ჩემი საქმე, ესე მაქვს დაგეგმილი და 2020 წელს არ ვიცი. ზოგადად მე მგონია რომ თუ მოვინდომა კი მოვიგებ არჩევნებს ნებისმიერ რეგიონში. უბრალოდ დრო უნდა მქონდეს და მუშაობის შესაძლებლობა. გიგა სად გაიცანი? გიგა გავიცანი, ესე გაკვირით რამდენჯერმე ნანახი მყავს უნივერსიტეტში, იმიტომ რომ უცნაური გარეგნობა ქონდა და ყურადღება მიიქცია. მაგრამ მე გავიცანი ამერიკის იურისტთა ასოციაციაში მუშაობდი. თვითონ როგორც იხსენებს, თვითონ მანამდე შეხვედრაზე მოვიდა და თვითონ ახსოვს რომ მანამდე ვნახა. ესე მე კარგად არ მაქრავში ჩარჩენი. კი, როგორ არა. კი. და მე გავიცანი უკვე კონფერენციაზე გუდაურში. სადაც ესე კამათის დროს დავაკვირდი და მაშინ მახსოვს რომ ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი ძალიან, იმიტომ რომ მომეწონა როგორც აკეთებდა ამ ყველაფრის handlings და მოკიდებენ ხელს, როგორ ფიქრობ, დაიჭერენ გიგას?
ნების უნარი აქვს აშკარად, იმიტომ რომ აი ამდენი ხანი რაც საქართველოში დაბრუნდა, ითმინა, ხო? ეხლა მე რასაც უყურებ, ეხლა ამ გადმოსახედიდან მთელი აი ეს მისი რაღაცა ქველმოქმედება და ყველაფერი პოლიტიკური პროექტი იყო, ხო? იმიტომ რომ დღესდღეობით ან უკვე შეაჩერა რაღაცეები, დოტაციური პროექტები, რომელსაც ადრე ის ინახავდა სახელმწიფოს გადააბარა, მაგალითად საჩხერის საავადმყოფო, ან თქვათ იქ იგივე როგორც უცნაურ რაღაცას აკეთებს ამ მათთან მიმართებითაც. სახიობებთან და ერთ პერიოდი შეუწყვიტა თითქოს ეს დაფინანსება. და მე გააკეთა ისე რომ კულტურის სამინისტროს მისცა გრანტი და კულტურის სამინისტროსთან მისდით ცხადია მის მიერ შერჩეულ ადამიანებს ეს რაღაცა პენსია თუ შემოსავალი რა რომ აჩვევს ამ ადამიანებს რომ კულტურის სამინისტროდან იღებენ ფულს მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით იშორებს რა ამ ყველაფერს ეს ყველაფერი მარწმუნებს იმაში რომ მისი ქველმოქმედებაც არ იყო ქველმოქმედება და ეს იყო პოლიტიკური პროექტი. რაც შეეხება მარგველაშვილმა ისევ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით ხასიათი გამოავლინა და ეს ხასიათის გამოვლინება პირველად თქვათ მოხდა, როდესაც მარგველაშვილმა მოინდომა, ის კი არ აქნა რომ ნაბიჯი გადადგა საამისოდ, მოინდომა ვეტო დაედო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ეხებოდა მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას, ხო? და მარგველაშვილმა ვერ გათვალა რომ ეს ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო, თქვათ იგივე ოპოზიციასთან გასამკლავებლად, იმიტომ რომ მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადება რას ნიშნავს? მე შეიძლება პოლიციის კაბინეტში შენ გადაგიგრიხონ ხელები, გათქმევინონ რაღაც ისეთი, რაც ჟაზეც შემდეგ ააგებენ საქმეს, ადამიანს ჩაგდებენ ციხეში. მე შენ შეიძლება სასამართლოზე თქვა რომ ძალით მისცე რაღაც ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიეცი და ასე შემდეგ, მაგრამ აი წინასწარ მაშინ რომ მოგათავსო თქვათ წინასწარი დაკავება როგორ თქვა წინასწარი პატიმრობა რომ მოგისაჯონ ამისთვის საკმარისია და ეს რომ გაუზიარა ივანიშვილმა უკვე ჩათვალა რომ ესეთი ხასიათის გამოვლინებაც კი არ აწყობს მას, როდესაც პრეზიდენტი მასთან არანგარიშვალდებულ პირთან მივა გარკვეული ინიციატივით და გაუზიარებს მას. აი ეს არის ყველაფრის სათავე. ყველას დიდ სიამოვნებას რისგან იღებ? ნაყოფიერი მუშაობისგან. შეიძლება თუ არა, რომ აი შენთვის უინტელექტო ადამიანი შეიძლება თუ არა იყოს სექსუალური. კი. აი ახალგაზრდობაში რომელი ვარსკვლავი მოგწონდა კაცი? ბევრი არ ვიცი, რა ვიცი, ძალიან ბევრი ესე რა, სხვადასხვანაირები, ათასნაირები მომწონდა. შენ თუ ხარ სექსუალური, როგორ ფიქრობ? კი. ყველაზე მაგარი ქართველი ქალი მითხარი. არ ვიცი, ეს ვერ გეტყვი. აი გარეგნობით არა, ზოგადად თავის მოღვაწეობით. გამთამარმები. მემარცხენეებთან გაქვს სულ დისკუსია სოციალურ ქსელში. სადღა არის მემარცხენეებთან დისკუსია? ხო, რას ფიქრობ ზოგადად მემარცხენეებზე და ქართველ მემარცხენეებზე რას ფიქრობ? აი ქართულ მემარცხენეებზეც იმას ვფიქრობ, რასაც ზოგადად მემარცხენეებზე ცხადია ვთქვათ, რომ იქ განსხვავება არის ხოლმე ხშირად, ვთქვათ დისკუსიის ხარისხში, როდესაც ვთქვათ დასავლეთში უყურებ იგივე დისკუსიას ვთქვათ მემარჯვენე მემარცხენეებს შორის და საქართველოში უბრალოდ იოლი გზა, მე კეთილი, ძალიან ბევრი კეთილი ადამიანია, კეთილშობილური მიზნები აქვთ აშკარად და ვთქვათ რაღაცა სიკეთის მოტანა უნდათ, მაგრამ აი ვთქვათ ჯოჯოხეთისკენ გზას უკეთილი სურვილებით არის, ხო იცით მოფენილი და მე მგონი რომ მემარცხენეობა იოლია თქვა რომ სახელმწიფო უნდა მოგხედოს, იოლია თქვა რომ სახელმწიფო უნდა გააჭამოს, სახელმწიფო მოილაპარაკოს შენს ნაცვლად, შენ დამსაქმებელთან, სახელმწიფო უნდა გიმკურნალოს. ეს ყველაფერი ძალიან იოლია და საერთოდ კარგად ჟღერს ახლა რა ჯობია მაგას თუ ახლა მე დავჯდები და რაღაცა ძიძა იარსებებს სახელმწიფოს სახით, რომელიც დამარცხნის და ამბანს მაჭმევს, გამასუფთავებს, წამიყვანს, წამომიყვანს, ჩემს მაგვილად ყველას დაელაპარაკება. არ შეიძლება ეს ვიღაცას მოეწონოს კიდეც, ხო? ესეთი ცხოვრების წესი. მაგრამ საქმე ისე რომ ამ ყველაფერს ჭირდება ფული. და ეს ფული საიდან მოდის? ფული მოდის გადასახადის გადამხდელებისგან. ფულს ერთი თვისება აქვს, რომ ეს თავდება, თუ სწორად არ დაგეგმე, თავდება. და აქედან გამომდინარე, რაც მე ანუ ფული უნდა იყოს საზოგადოების ხელში, რომ იმან კიდევ ფული მოიტანოს, ადამიანები მდიდრდებოდნენ და ასე შემდეგ. და შენ თუ ეს ფული ამოიღე იმისთვის, რომ მე შენ რაღაცა თანაბრად და თანასწორად შეშეცი ამის უფლება, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს არ უნდა კონდეს, ანუ ეს უფლება უნდა იყოს შეზღუდული და უნდა კონკრეტულ
სფეროებს ხმარდებოდეს ისეც, რომელსაც თქვათ ადამიანი თვითონ ვერ უზრუნველყოფს, მაგალითად, როგორიც არის, თქვათ, ქვეყნის თავდაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მინიმალურ რაღაცებს უნდა ხმარდებოდეს სახელმწიფოს ძალისხმევა. სხვა შემთხვევაში იღებ თავკომბალას სახელმწიფოს, სადაც საბოლოო ჯამში ყველა არის თანაბრად ღარიბი და უკმაყოფილო. ის ქვეყნებიც კი ხშირად მოაქვს რა შვედეთის მაგალითად ასე შემდეგ. ის ქვეყნებიც კი გამდიდრდნენ იმის შედეგად, რომ ცხოვრობდნენ მემარჯვენე ცხოვრების წესით, ჰქონდათ კაპიტალიზმი, დაუგროვდათ ბევრი ფული და შემდეგ მოხდა უკვე ამ ფულის გადანაწილებაზე ფიქრი. თუმცა ამათაც პერიოდულად უწევთ ხოლმე აი ამ მემარჯვენე რეფორმების გატარება, იგივე შვედეთი 90-იან წლები, ამისი ძალიან კარგი მაგალითი არის, როდესაც კრიზისი ჰქონდა ძალიან დიდი ქვეყანაში, სწორედ ამიტომ საფრანგეთი ავიღოთ, ხა საფრანგეთის ეკონომიკა რა მდგომარეობაში არის და რთული ვითარება ხო? შენი საყვარელი ქალაქი რომელი? ჩემი საყვარელი ქალაქი თბილისი, ნიუ-იორკი, ლონდონი. სერიალი? ბევრი სერიალი არის ჩემი საყვარელი. დღეს რომელია პირველ ადგილზე? დღეს ახლა დავამთავრე ამ The Americans ამის ყურება, არის KGB, KGB-ს აგენტებზე ამერიკაში. კარგად უყურე, რავი, House of Cards ველოდები ახლა რო გამოვა, იქ უნდა დაიწყოს. ერთი რაცაც ვერ უყურე და ვერ ჩავერთე, ეს არის Game of Thrones, ვინახავდი ზაფხულისთვის, მინდა ზაფხულისთვის, სადღაც წავიდეთ დასასვენებლად მეყურებინა, მაგრამ აღარ წავედით არსად დასასვენებლად გიგი რო ციხეში ჩასვეს, ჩემი პერსონალური მოტივი ეგ იყო, აღარ მომინდა რომ სადმე ზღვაზე წამოწოლილიყავი და დავჭი თბილისში. შესაბამისად Game of Thrones-ით უნახავი დამჭი. ძალიან მიყვარს Friends-ი. Seinfeld-ი მიყვარს ძალიან. ძალიან მიყვარს Curb Your Enthusiasm, Larry David-ი თამაშობს. ანუ ბევრი სერიალი მიყვარს, ესე ვერ დიზაინერი? დიზაინერიც, რა ვიცი, ესე ბევრი მიყვარს რა, რავი, ან ბელგიელები მიყვარს. ზღაპარი რომელი გიყვარდა? ზღაპარი? და ბევრი ზღაპარი მიყვარდა ესე. ბევრს ამ პატარავაში ძალიან ბევრს კითხულობდი, ესე პრობლემაც კი იყო ხოლმე რა, იმიტომ რომ ტუალეტში და არ ვიცი ხა რაღაც არ ვიქნები რაღაც განსაკუთრებულად ორიგინალური ალბათ თუ ვიტყვი რომ ასტრიდ ლინგრენი მიყვარდა კიდე ეს არიციას თავგადასავალი ნოსოვის არის მე მგონი ხო კიდე იქ რაღაცა კარიკა და რაღაცები ესე მახსენდება მე ვიქნები ეს ყველანაირი მიყვარდა ნუ ჟიულ ვერნი ხა ეს ზღაპარი ნაკლებად არის მაგრამ მთლიანად წაკითხული მაქვს ჩემთვის შოკი იყო როდესაც საფრანგეთში საცხოვრებლად რო გადავედი მაშინ ჩემ მეგობარს ვკითხე და აღმოაჩინე რომ ჟიულ ვერნი წაკითხული არ აქვთ. აი უმეტესობას ფრანგებს იქ ვისაც ველაპარაკებოდი, საერთოდ არ ქონდათ ჟიულ ვერნის წაკითხვა. ჩვენთან ესეთი რაღაცა ძალიან დიდი იყო ეს ჟიულ ვერნი და იქ არა. აი რომელმა აღიარებულმა წიგნმა გაგიცრუა იმედები თუ გახსენდება ეგეთი. აი ყველას რომ მოწონს. არ ვიცი, ესე აი რაღაცა პაოლო კოელიოს, რომელსაც რაღაცა ალქიმიკოსი, რომელსაც თქვათ არ ბევრია ესეთი, რომელმაც იმედი გამიცრუა. ერთი რამაც ახლა იმედი არ გამიცრუა, მე არ ვკითხულობდი წინააღმდეგობას ვწევდი, იმიტომ რომ ყველა კითხულობდა და ვფიქრობდი რომ ხა მე რაღაცა წავიკითხო, მაგრამ ეს სტიგლარსონის გოგო დრაგონის სტატუთი თუ როგორც ქვია დრაკონის სტატუთი მაინც წავიკითხე და დასასვენებლად ვიყავით მე და გიგა წასულები და მახსოვს რომ 3 დღეს საერთოდ ხმა არ გამიცია, იმიტომ რომ სასტუმროში ვიპოვე იქ ელაგა რა წიგნები ესე და ვიპოვე რაღაცა პირველი 2 წიგნი ისე წავიკითხე რომ ბოლოს პროტესტი მე გამომისმა რომ ერთად ვარ წამოსულები თუ რაზა ვიქტორ თლიანად ჩამძრალი ვიყავი. ესე მიჭირს იმის თქმა რომ აი რომელმა გამიცრუა იმედი, აი ეს კოელიოზე შეშლილი საზოგადოება, კი არ ანუ იმედი კი არ გამიცრუა, ეს არ ვკითხულობ წიგნს რომ ეს უნდა აი ამაზე შეშლილი საზოგადოება გამეცინება ხო. მე კიდე იმაზე გამეცინა მთელი ერი შეთანხმდა, ეს იყო ტალღასავით მოედო, საუკეთესო 10 წიგნი, მთელი ერი შეთანხმდა იმაზე, რომ ჯადო თომას მანის ჯადოსნური მთა არის მათი საყვარელი წიგნი. რამ ის კი არა ვარ, რა ქვია, კი არ განვსჭი ამ ყველაფერს, მაგრამ ხანდახან ესე ღიმილის მომგვრელია ხო. ღმერთი თუ არსებობს შენი აზრით? კი, როგორ არის? და როგორია ის? ეს თან ეს იქნება ეხლა ჩემი მხრიდან ესეთი ეხლა მე თუ ამ ყველაფერს ღმერთი რა არის ხო ღმერთი არის რაღაც ის გწამს და ეხლა წმენა ისეთი რაღაცაა რომ როდესაც შენ იწყებ უკვე იმის ახსნას როგორია რანაირია და ასე შემდეგ ეს მატერიალიზება არ ხდება ხო ამის მატერიალიზება რთულია ანუ შეუცნობელია და რაღაცა შეუცნობლის გწამს მე ესე მესმის ჩემთვის შენ გწამს კი ჩემთვის ღმერთი არის პასუხი, აი მეცნიერებას ცემს პასუხს კითხვას იმაზე თუ როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ შეიქმნა ადამიანი, ხო? ამ ყველაფერს მეცნიერება პასუხობს, თუ რამე კითხვები დარჩა გაუცემელი, დარწმუნებული ვარ, რომ გასცემს, ადრე იქნება თუ გვიან.
რაც შეეხება ღმერთს, მე მგონი რომ ღმერთი არის პასუხი კითხვაზე, რატომ ესეთი ჰარმონია, რატომ ესეთი კანონზომიერება, როგორიც არის, რატომ ესეთი მანძილები ვთქვათ პლანეტებს შორის, როგორიც არის, რატომ შეიქმნა ადამიანი, რატომ გავჩნდი მე? რატომ? ხო და ამ ყველაფერს მგონია რომ რაღაცა ღმერთი არის პასუხი ამ ყველაფერს. საკუთარ თავზე ძალიან ვინ გიყვარს? ჩემი შვილები და ხანდახან მგონია რომ გიგაც ჩემ თავზე ძალიან მიყვარს, თუმცა ხანდახან. ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვისთანაც ქონია ურთიერთობა. უშუალოდ ურთიერთობა ვისთანაც მქონია. ბევრი ჭკვიან ადამიანთან მქონია ურთიერთობა. ყველაზე ჭკვიანი ადამიანის გამოყოფა გამიჭირდება. მამა ჩემი ძალიან ჭკვიანია, გიგა ძალიან ჭკვიანია, ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანია. ჩარლზ კრაუთჰამერი, რომელთანაც ინტერვიუ მქონდა, ძალიან ჭკვიანია, ზოგადად აღმაფრთოვანებს, ძალიან ესეთი ადამიანია. ჩემთვის რაღაცა აი რო თქვენ როლ მოდელი ხო არის ესეთი ის რა ქვია, ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ ინძრევა. ეტლს არის მიჯაჭვული და თან ის ყველაფერი დაემართა 19 წლისას თუ 20 წლისას. მოკლედ ჰარვარდის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, აუზში ჩახტა, თავი დაარტყა და თავის მოგონებებში იხსენებს, რომ თავი დავარტყი თუ არა, ეგრევე მივხვდი, რაც მჭირდება, იმიტომ რომ ზუსტად მაგ საგანთან დაკავშირებით ნევროლოგიაზე მქონდა წიგნი წაღებული, იმას კითხულობდიო აუზზე და მიეჯაჭვა ესე ეტლს და ინტერვიუზე პირველად რომ მივედი, ეტლში რო იჯდა ვიცოდი ოღონდ, არ ვიცოდი თუ ხელსაც ვერ ხმარობს წესიერად და ინტერვიუზე მისვლამდე მის სხვადასხვა გამოსვლებს უსმენდი, ვთქვათ, იქ რაღაცა სხვა ინტერვიუებს უყურებდი და შემამჩნია რომ იმის რა ქვია, ერთ-ერთი მაგიდაზე წყალი ედოდა, წინ გადაიხარა და იმიდან საჭროპიდან მოსვა და მაშინ დავფიქრდი რომ მე მგონი ხელსაც ვერ ამოძრავებს და უნდათ რომ დაიჭირონ, არ ვიცი დაიჭერენ თუ არა, მაგრამ არ მე მზად ვარ იმისთვის რომ ანუ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ვარ, იმიტომ რომ მირჩევნია მომზადებული შევხვდე ყველაფერს. აი ჯოჯოხეთის მოწყობაში რას გულისხმობდი? არ ვიცი, რას გულისხმობ, სირთულეების შექმნას ცხადია, ძალადობას არ არც ერთ შემთხვევაში. და ცეცხლის დანთებას და რაღაცა იმის კუპრის მოხარშვას ნამდვილად არ გულისხმობდი სირთულეების შექმნას. აი როგორ აფასებ შენ წინა ნაციონალური მოძრაობის მთავარ შეცდომებს, ესე ვთქვათ, 7 ნოემბერს, რასაც ყველაზე მეტად უგიჟინებდნენ 26 მაისს და გირგვლიანის მკვლელობას. შინომერს არ უნდა დაეშალათ იმ თავიდანვე უკვე დაპატარავებული აქციას, ერთად უნდა დაეშალათ, მე ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი საფუძველი ჰქონდათ იმის დაშლის, იმიტომ რომ კანონიერი თვალისწინებს თქვათ იქ რაღაც კონსტრუქციების აგებას, ჯობდა რომ მიეშვათ, ამ ტაქტიკამ გაამართლა და როგორც გაიგო 2009 წელს მიუშვეს, ხო? 5 თვე, რაღაც გალიები იდგა მასში, თქვათ იქ რაღაცა ფეკალიებით იყო სავსე რუსთაველი და მიუშვეს ბოლომდე და საბოლოო ჯამში ოპოზიციის დაშლით დამთავრდა, ხო? ეს ყველაფერი და 7 ნოემბერს თავიდანვე დილიდანვე არ უნდა როგორ თქვა, არ უნდა დაეშალათ ის ხალხი, ეს არ უნდა მომხდარიყო, ჩემი აზრით უნდა მიეშვათ და მეორე და ოღონდ მერე რა ფორმაც მიიღო ამ ყველაფერმა, მე უკვე მე ვამართლებ იმ მოქმედებებს, იმიტომ რომ როდესაც ვთქვათ, ეხლა უკვე ესეთ ფაზაში გადავიდა წინააღმდეგობის გაწევა, პოლიცია არასწორიც რომ იყოს იმ მომენტში, ვთქვათ, იქ ფაქტობრივად რაღაცა ჯანყისკენ მოწოდებები ისმოდა, ხო? იქ რაღაცა იყო, ვთქვათ, იგივე იმედი ჟურნალისტების მხრიდან, რომელიც ჩართული იყო ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის პროცესში, ჟურნალისტებიც ნებით თუ უნებლიეთ, მე არ ვამბობ, რომ ყველას გაცნობიერებული ქონდა, პირიქით, რამდენიმე ჟურნალისტთან მე მქონდა შემდეგ საუბარი, რომელთანაც მეგობრობ და ისინი იყვნენ გაუგნებულები იყვნენ, როდესაც ვთქვათ, ბადრის ჩანაწერები მოისმინეს, კოდუას ჩანაწერები მოისმინეს და ასე შემდეგ. და ნუ რასაკვირველია, იმედში შევარდნა იყო დიდი შეცდომა, მაგას ჯობდა რომ ჯერ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინათ, თუ იმედი ესეთ პრობლემებს ქმნიდა და აშკარად ქმნიდა, იმიტომ რომ თუნდაც აი მანამდე ეს ჩანაწერები ვთქვათ იგივე ეს რო ვთქვათ რაღაცა 9 აპრილის ინსცენირება არსებობს ესეთი მოქალაქე ესეთ მიმოწერა არსებობს თავის დროზე, როდესაც ვთქვათ აი ყვითელი პრესა ამერიკაში ძალას იკრებდა ჰერსტზე ეს თუ სწორად მახსოვს, რომ თქვათ შენ უზრუნველყავი ინფორმაცია და მე უზრუნველყოფ ომს. ანუ ეს ძალიან ადვილია, მედიას ძალიან დიდი ძალა აქვს, შეუძლია ძალიან ბევრი თქვათ უსიამოვნო, როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო პროცესის ინსპირირება, ამიტომ არის პასუხისმგებლობიანი მედია, ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ იმედის მოწოდება, რომ სპეცრაზმი ახლა სამებისკენ დაიძრა, იყო გადამწყვეტი იმ მომენტში და იყო ესახურებოდა სწორედ იმას, რომ
საზოგადოება თქვათ გარკვეულწილად საზოგადოება ჩაეთრიათ სახელმწიფო გადატრიალების პროცესში. 26 მაისზე რა სიტყვი? 26 მაისს მოხდა ძალის გადაჭარბება, მაგრამ აშკარად, იმიტომ რომ თქვათ იქ იყო საუბარი იმაზე, რომ გაქცევის შესაძლებლობა არ მისცეს ასე შემდეგ, მაგრამ 26 მაისის შედარება, თქვათ, თუნდაც 7 ნოემბერთან არის აბსურდი, იმიტომ რომ 26 მაისს 5 ჯერ გააფრთხილა ის ხალხი, ჯერ ერთიც რა მოხდა 26 მაისს? 26 მაისს იყო დაგეგმილი იქ სამხედრო, კი არა თუ დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვნილი აღლუმი. ხა იქ ადამიანი მივიდეს დადგეს ეს კანონმდებლობა ესეთ რამეს არ ცნობს რომ შენ იქ მიხვიდე თქვა 200 კაცით გადაკეტო ქუჩა და თქვა ვიცი რა არის მე აქ მინდა დგომა და ამიტომ აქ აღლუმი ვერ ჩატარდება ესეთ რამე არის გამორიცხული იქ იყო გაფრთხილება იყო კარგად მახსოვს მერის თანამშრომელი მივიდა გადასცა იქ რაღაცა ინფორმაცია რომ თუ არ დაიშლებოდნენ მათ ძალით დაშლიდნენ ძალის მიერი მეთოდით დაშლიდნენ აი სავსებით ლეგიტიმურია ნებისმიერ სახელმწიფოში მონოპოლიას ძალაზე უნდა ფლობდეს სახელმწიფო და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ის. გასაგებია რომ გადაჭარბებას ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან და უკეთესი იყო რომ ეს არ მომხდარიყო და თქვა ძალის გადამეტების შემთხვევები გამოძიებულ ყოფილიყო და მე რამდენადაც ვიცი რაღაც შემთხვევები გამოძიებულ იქნა კიდეც, მაგრამ არალეგიტიმური 26 მაისს არაფერი მომხდა. გირგვლიანის ამბავზეც მინდა კითხო, ნუ ხა რაც მოხდა, გასაგებია რომ ეს აშინელება. პოსტფაქტუმ ხელისუფლების რეაქცია რომ ამართლებ თუ არა. უნდა მომხდარიყო თუ არა რაღაც საკადრო, თქო ვინმე უნდა არ უნდა დაებრუნებინათ სამსახურში არც ერთ შემთხვევაში ის ადამიანი რომ ეხა მინისტრი უნდა რაღაცები ზუსტად თუ არ იცი ხო რთულია საუბარი ხო მე არ ვიცი იქ იმ შემთხვევაში მაგიდასთან რა მოხდა ვინ უთხრა ამ ადამიანებს რომ წადით და ვთქვათ ეს ადამიანი აწამეთ თუ ცემეთ თუ როგორც არის ფაქტია რომ ამ ადამიანის მოკლა არავის არ სურდა იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მოკლავდნენ და შეიძლება დიდხანს ვერ აღმოეჩინათ მეგობრებმა იპოვეს ის ვიცნობდი მე კარგად თან მინისტრი უნდა დარჩენილიყო თუ გადამდგარიყო არა მინისტრი ცხადია რომ უნდა დარჩენილიყო პოსტზე მაგრამ ის ადამიანები ვისაც ამ ინციდენტთან შეხება ჰქონდა ისინი არ უნდა დაბრუნებულიყვნენ პოსტებზე და უკეთესად უნდა ყოფილიყო გამოძიებული ჩემთვის რთულია მე თუ არ ვიცი ფაქტები თვითონ მინისტრი უფრო მეტად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული იმით რომ ეს შემთხვევა მალევე ყოფილიყო გამოძიებული და კითხვები არ